მე ვარ იუჟა დოღონაძე ვლადიმერიძე, დაბადებული ქალაქ ქუთაისში, ყავს ერთი შვილი, მეუღლე არ მყავს, გარდაცვლილია, მეათე წელი არის. 28 მაისს შემისურდა 98 წელი. პროფესიით მაქვს ავტოტექნიკუმი დამთავრებული, მერე დამთავრე გპი, სამშენებლო ფაკულტეტი. სოფელი მაქვს ალტუბოს რაიონი, სოფელი ჟონეთი. მაქვს ვენახი, ტარაბლების, ხეხილის, ვარდები გამომყავს. უთხარ მყავს უკვე 66 წელია. დავიწყე ერთი ოჯახიდან. ევედი სიტყვის 300 ოჯახამდე. ქუთაისში მაქვს მეზობლის ერთობორდოში მაქვს დარგული ვენახები და იქედან მაქვს მე ამოყვანილი სახლის თავზე. მეზობლის ეზო მაქვს ბოსტნად აღებული, რომელსაც ვამუშავებ. დათესილი მაქვს ფინზი, ოხრახუში, ცერერცო, ჭარხალი, სტაფილო. რავი ესე თუ არ არსებობს რამე თითქმის 80% მაქვს დათესილი. მამა არის სამამულო ომში დაკარგული, მე დამყავდა უფროსი ჩემზე 10 წლით, 7 წლამდე ომის პერიოდი იყო, შიმშილი იყო, გესმის რამე და ოჯახს არ ქონდა ჩემი რჩენის თავი. დედა მერე დაავადყოფდა, აღარ შეეძლო, ამდენი დარდი, ჩემი და წვალობდა რაღაცას და ის გარჩენდა და ამიტომ მე გადაწყვიტეს, რომ მე სოფელში წავსულიყავ ბიძასთან, გელათში, სოფელ გელათში. და ბიძას ომის ნარიდი იყო. სოფელში რო ავედი მე, ბიძა ჩემმა მითხრა, რომ ვიზიო რო ხარ ახლა შენ ჩამაგინდაო. ესე იგი ეს რომ მითხრა მე ჩამსა გულში რომ უნდა მემუშავა გესმის და უნდა მოდგომოდი გვერდში რომ არ დემეხია არაფერზე და ნამდვილადაც ჩემი ბავშვობა ისე გავატარე სოფელში რომ სულ მუშაობაში და სულ შრომაში ვიყავ. 7 სული საქონელი იყო ოჯახში. და მე მიცდიდე რომ მე სკოლის მერე რომ მოვიდოდი ესაკოლები წამოყვანა და მებალახებია. რამხელა ვიყავი 7, 8, 9, 10 წლის, 5 წელი ვისწავლობდი სკოლაში. მე მარტო გამიშობდა გასაღიდეს გაყვიდედი, იქედან პური და რაღაცები მომქონდა. მე ნამდვილად ის სოფლის პერიოდი ასე ვთქვა გამევიჟანგე იქ ესვის. სად იყო ანშასასმელი არამე წყალი ფეხსაცმელი შედიოდა და გამოდიოდა. სად იყო იქან გათბობა და რამე არის ზევის ზალა შეულესავი იყო. თვითკირის სახლი იყო და შვარზალაში ვიყავი დაწოლილი. ერთ იდეა კაირო იქიდან ბავშვებიდან ჯანმრთელობა გამომყვა. ბიძაჩემი გამემზადებდა შეშას და შეშა მომქონდა ჭვიდით გელათიდან ქუთაისში. სად იყო გზავნამე ტალახი და ვარზელილი ყველაფერი. ვიხდიდი ფეხსაცმელს, გადავიხდიდი და მოვდიოდი ფეხშველა. მომქონდა ერთი. დილას დგები თითქმის 5 საათზე, 6-ის ნახევარზე 6-ზე. ვცდილობ რომ ბოსტნეული მივიღო ჭამამდე. იმიტომ მიდერს ბოსტანი რომ ჩემი ბოსტნის ბოსტნეული მივიღო და ლიმონი და ციტრუსები აქ ინახავთ ახლა აქანა თქვენ სავსეა. ვარჯიშობ რა თქმა უნდა. იოგა თერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები, ეს ასანები. თავარი ჯანმრთელობა მაინც ფუტკართანაა დაკავშირებული. ყველაფერი სიკეთეს ღებულობ ფუტკრიდან. განწყობა უნდა კონდეს კარგი გესმის. განწყობა არის ამ შრომით. რო შრომობ ეს განწყობა, ეს მე მახარებს. ეს ყველაფერი მაძლევს ძალას, შრომისას, ენერგიისას. ახლა მე მიყვარს ვარდების მიტანა ადამიანთან, ჩუქება, ენერგების და რო გაიხაროს მე და ისვარდი რო გეტყვის რომ შენი მოცემული ვარდი გეიხარა და კარგიაო, ამას საჯობია ესოს. ჯანმრთელობა თავისით არ მოდის, ჯანმრთელობა ცოტა ყურადღება უნდა და ნებისყოფა უნდა და ხელისშეწყობა უნდა. ხო, ამ ყველაფერს ვაკეთებ მარტო. ყველაფერს გააკეთებ, როცა გაინტერესებს, ყველაფრის დროს გამონახავ იმ საქმისას.